დამზადებულია საქართველოში ექსპო ჯორჯიაში ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერი გამოფენა იმართება. წარმოდგენილია ქართული დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და სამკერვალო ფაბრიკების ნაწარმი. მათ შორის იმ ფაბრიკების, რომლებიც წამყვან უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობენ. Компания საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს და მუშაობს სანაპიროზე ხაზი ჩვენი იყო პრეტაპორტა. სამკერვალო ფაბრიკა ელსელემაში უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმელზე შეკვეთას უცხოური კომპანიებისგან იღებენ. საქართველოში შეკერილი სამოსი სხვადასხვა ბრენდების ხაზით ევროპის ქვეყნებში იყიდება და მას წარწერა დამზადებულია საქართველოში ახლავს. ქართველი დიზაინერებისგან კი შეკვეთა ჯერ ფაბრიკაში არ მიუღიათ. დიზაინერებსა და ადგილობრივ სამკერვალო საწარმოებს შორის თანამშრომლობის მიზნით თბილისში პირველი ნაბიჯები იდგმება. დაინტერესება დიზაინერებისაგან უნდა იყოს, რადგან ბოლო პერიოდმა გვეჩვენა, რომ ქართული დიზაინერების მიმართ ინტერესი იზრდება, არის საშუალებები, რომ ადგილობრივი ბაზარიც და უცხოეთის ბაზარიც მათი ნაწარმით იქნეს დაკომპლექტებული. ეროვნული წარმოების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს დიზაინერი იკა ბობოხიძეც. მისი თქმით, ქართული მოდის ინდუსტრია ამ ტიპის თანამშრომლობის გარეშე ვერ განვითარდება. ადგილობრივი ფაბრიკებით დაინტერესების შემთხვევაში კი ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმელი საშუალო ფენისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. დიზაინერები, რომლებიც აწარმოებენ თვითონ ერთეულს თავიანთ სახელოსნოში, თითქმის ხელით აკეთებენ და მათი ფასი და ღირებულება იმ ნაკეთობის საკმაოდ ძვირი უჯდება დიზაინერს, მისი გამრავლების საშუალებები და რესურსი ფაქტიურად არ არსებობს. არც მასალის მხრივ, არც ტექნოლოგიის მხრივ, არც ამისთვის არის ზუსტად საჭირო, რომ წარმოებები, რომლებსაც აქვს ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც აქვს გამოცდილება, კიდენ შეირჩეს ნედლეულან დიზაინერმა შეძლოს ეს ყველაფერი გაამრავლოს. ეროვნული წარმოების მხარდასაჭერად საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ კონფერენციას უმასპინძლა. რამდენიმე საათის განმავლობაში დიზაინერები და ფაბრიკების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. შეხვედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. ვერა ქობალიამ პავილიონებში გამოფენილი საქართველოში დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმელის დაათვალიერა. მაქსიმალურად გვინდა ხელი შეუწყოთ სამკერვალო ინდუსტრიას, ტექსტილის ინდუსტრიას საქართველოში, რადგან რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს მომავალში. ეს არის სფერო, სადაც გვაქვს გამოცდილება, სფერო, სადაც ძალიან კარგი ხარისხის წარმოება გვაქვს და უკვე დღეს გაგვაქვს ექსპორტით როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აზიის ქვეყნებში. არის ესეთი ჯაჭვი, ჩვენ ვაკეთებთ მოდის კვირეულს აკსტუმრობენ მყიდველები, ბაიერები და შემდეგ აუცილებლად დიზაინერებს უნდა დაუკვეთონ კოლექცია. თუ სად უნდა დაუკვეთონ, დღეს უკვე ხდება დიზაინერების და მეწარმეების, ასე ვთქვათ, გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველ დიზაინერებსა და ტანსაცმლის მწარმოებლებს შორის თანამშრომლობა ქვეყანაში ახალი და კონკურენტუნარიანი ბრენდების შექმნას შეუწყობს ხელს. ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოთ საქართველოში სხვადასხვა სფეროში ადამიანების დასაქმებას. მიგვაჩნია, რომ სამკერვალო ბიზნესს თქვენს ქვეყანაში დიდი მომავალი აქვს. აქ ნამდვილად არის სხვადასხვა ფენისთვის ხელმისაწვდომი ბრენდების შექმნის რესურსი და ეს შესაძლებლობა როგორც დიზაინერებმა, ისე მეწარმეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ნიშნულოვანია, რომ აქ თითოეული ატრიბუტიკა განვითარდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც არის ცაფის წარმოებიდან დაწყებული, ასევე ნაჭრის შექმნა, შეკერვა და რა თქმა უნდა დიზაინის ძალიან და დიზაინერების შრომაზე ქართული ბრენდის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ფაბრიკები უკვე კერავენ ისეთი უცხოური ბრენდებისთვის, როგორებიცაა Zara, Marks Spencer, Tommy Hilfiger. ეროვნული წარმოების ხელშეწყობის მიზნით კი დიზაინერებსა და მეწარმეებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.